ქრისტიანკა. რა არის მოწოდება? მოწოდება არის განსაკუთრებული გზა, არჩევანი ამ ცხოვრებაში, რომელიც მიემართება ღმერთისაკენ, რომლისაკენ მოუხმობს ღმერთი. თავად სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად ვოკაციო ლათინურიდან ჩემთვის ასე ჟღერს. vox არის ხმა და აქციო, ესე იგი მოქმედება, ხმა და მოქმედება. შესაბამისად, სწორედ არის პირველ რიგში ის, რომ უფალი მე მეძახის და მეძახის სიყვარულის ხმით უნდა რომ მე მასთან ვიყო, გავითავისო ეს ხმა, ესე იგი შევიყვარო თავად უფალი და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია მე გადავიდე მეორე მოქმედებაზე. ესე იგი აქციო, მოქმედება, ანუ ცხოვრება. ამიტომ მოწოდება არის ცხოვრების გზა. ოღონდ იმ ცხოვრების გზა, რომლისკენაც უფალი მომიწოდებს. ესე იგი შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ მე გულისხმიერი ვიყო მისი ხმისადმი, მინდოდეს ის, რაც ღმერთს უნდა ჩემგან, მიყვარდეს ის, რაც და ვინც ღმერთს უყვარს და შესაბამისად ვესწრაფოდე იმისაკენ, რისკენაც ღმერთი მომიწოდებს და რაც გამიმზადა ღმერთმა. ამიტომ ერთი სიტყვით მოწოდება არის ეს არა პროფესია, არა რაიმე მსგავსი, არამედ ეს არის ცხოვრება. და ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოწაფეობა, მაგრამ ამ მოწაფეობაში კიდე რაღაც განსაკუთრებული არჩევანი. და ამიტომ ამას პასუხობს ეკლესიის 7 საიდუმლოთაგან ბოლო 2, მღვდლობა და ქორწინება. და განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთოთ მღვდლობაზე, რომელიც არის სათასასუფევლის წინა სახე და ეს არის მოწოდება, რომ ადამიანი დაჰყვეს ღმერთს და ემსახუროს, შეასრულოს მისი ნება, უყვარდეს ის, ვინც უყვარს მას და შესაბამისად ესწრაფოს სათასასუფევლისაკენ. სწორედ ეს არის მოწოდება. და შენ რისკენ ხარ მოწოდებული? როგორია შენი მოწოდება?